პოლიტიკური მოძრაობა შევქმენით, რეალურად ფურცელზე რეგისტრირებულები საერთოდ არ ვიყავით იმ მომენტისთვის. და 11 მაისს გავაკეთეთ ჩვენი ორგანიზაციის პრეზენტაცია, უამრავი სტუმარი ყავდა მოწვეული და პრაქტიკულად როგორც კი გავაჟღერეთ ჩვენი არსებობის შესახებ და ჩვენი მიზნების შესახებ, დაიწყო ჩვენზე დევნა მუქარა. სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურებიდან ჩემთვის აბსოლუტურად უცნობი ხალხი რეკავდა და მიდიოდა ძალიან სერიოზული მუქარა. ჩვენ 24 მაისს წავედით რამოდენიმე ადამიანი თავიდან სადღაც 6 ადამიანი გავეცალეთ უბრალოდ თბილისს, იმიტომ რომ უკვე ისეთი მუქარები იყო, რომ ძალიან ხვდებოდით, რომ დაჭერას, ასე ვთქვათ, ვერ ავწდებოდით. 23 ადამიანი აღმოჩნდით ყიწვისის სამონასტრო კომპლექსთან. თავი შეაფარეთ? თავი შევაფარეთ, ჩვეულებრივად თავს ვაფარებდით. 6 მაისის გამთენია იყო, რომ ჩაატარეს სპეცოპერაცია. რამოდენიმე სხვადასხვა სპეცრაზმი ღებულობდა მონაწილეობას ამ სპეცოპერაციაში. გადაწყვეტილი ჰქონდათ ჩვენი ჩაცხრილვა. და ბევრი მამაო იმყოფებოდა ზუსტად იმ მომენტში. და ეთყობა გასროლა იმ მომენტში ვერ შეძლეს. პირდაპირ უკვე მთავარ სამმართველოში გახდა ნათელი, რომ სახელმწიფო გადატრიალების ცდილობას გვიყენებდნენ ჩვენ. ვაღიარეთ, რომ ვაპირებდით სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას, რის შედეგადაც ჩვენ დაგვიჭირეს.